გამარჯობა, მას შემდეგ რაც ჩვენმა თანაგუნდელმა ლევანმა ჩაწერა ვიდეო ორი ნაბიჯიდან და გაარკვია რა ფასები იყო კომისიის მუშაობის დაწყების დღეს ერთი თვის თავზე მოვედით ისევ ორ ნაბიჯში და ვნახოთ როგორ შეიცვალა ფასები და ანუ როგორ იმუშავა კომისია. ზეთი ოლეინას ფასი იგივე დარჩა, ანუ 7.80 ღირა და ისევ 7.80. მაკარონი რეგიას ფასიც იგივე დარჩა და 4 ლარი და 10 თეთრია. დააგერ კარგი ამბავი, შაქარი 4 თეთრით გაიაფთა, ღირდა ლარი და 99 და ეხლა ლარი და 95 ღირს. მეორე კარგი ამბავი, თქვილიც გაიაფთა, ღირდა 2 და 30 და ეხლა 2 და 20 ღირს. ციციბურა გაძვირდა და 2 ლარი და 5 თეთრი გახდა, არა და ლარი და 99 ღირდა. კლასიკური გრინფილდი გაიაფთა და გახდა 4 და 90 და ღირდა 5 და 10. ესეც კარგი ამბავია. კიდე ერთი კაი ამბავი, რძე სოფლის ნობათი, ღირდა 5 და 45 და ეხლა 5 და 30 ღირს. იფხლის ფური გაძვირდა, გახდა ლარი და 80, იყო ლარი და 70. სამწუხაროდ არაჟანიც გაძვირდა, იყო 4 და 45 და ეხლა გახდა 4 და 80. მაწვენიც გაძვირდა, ღირდა 2 და 60 და ეხლა ღირს 2 და 80. ხაჭო 5 თეთრი გაიაფთა, ღირდა 4 და 25 და ეხლა 4 და 20 ღირს. კვერცხიც გაძვირდა, ღირდა 6 და 10 და ეხლა ღირს 6 და 65. კარაკი პრეზიდენტის ფასი იგივეა 11 და 65. ყველი სულუგუნის ფასიც იგივეა 12 და 95. მაიონეზი და ძეხვის ფასები იგივე დარჩა. 4 და 20 ღირს მაიონეზის სლობოდა და 5 და 35 ღირს ძეხვი. მოკლედ რომ შევაჯამოთ, 16 პროდუქტიდან 9 პროდუქტის ფასი იგივე დარჩა, 5 გაძვირდა, 4 კი გაიაფთა. ჯამში ფასები 2.2% გაიზარდა. მაგრამ არა უშავს. ალბათ ამ ერთი თვის მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო, მოკლევადა იყო საკმაოდ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომისია აუცილებლად რამეს მოახერხებს და შემდეგ თვეს ისევ დავბრუნდებით აქ.